კადრიდან იყურება ცამეტი ლუდოვიკო ციცასეფარება ლუიმე 14 ხალხს ხმა დაუკარგა მეფის სიყვარულმა მეფეს ხალხზე უფრო კათა ეცოდება ხელმწიფემ საბას ნაუბარი მოისმინარა თქვა და თითქოს კიდე ცინანა მაგრამ ამითი არაფერი გამოვიდარა საბას ხმა როდის წააგავდა კნაფის კათისას რაც შეიტანა ისევე გამოიტანა იმ სახელიდან უნივერსალიდან ელჩმან ქართლისამ წვიმა არ არის საბას თმები დავსველა რამ ყინვა არ არის საბას ტანზე აკანკალებს რა თვა არ არის საბას თმები გაუთეთრა რამ გაასველა რამ დაათეთრა რა აკანკალებს საქართველოა მისთვის წვიმაც თოვლიც ყინვაც მზე თხოვება ალბათ ეხლა თუ ფანტაზიას ეს სიცხადია სუნხანსაბა ფანტაზია ზამოლები აბაჩს და ყვავილებს აწვიმს ალვის შერო დატირის დედა შვილს მოტაცებულ შვილის სტამბოლში დედასტირის ხიდიან ღმაც ბრავო სწორედ ჯვარის წმინდა ნინოს მუხზე დაცემეს რამდენსამასებ მაგპატარეს აფირის საბავს პარსს და მოუთმელად ელოდა პასუხს ორი ქართველი მეგონა და სპარსი ყოფილა წარმოთქვა ბაღმა ყური მოკრარა საბას პარსულს არა პაწიავ ქართველი ვარ ქართველი გესმის ოი დედასთან წამიყვანძია საბას სარემლები მოერია ატირდა კაცი თავის ბალღობა გაახსენდა თავის კანძია ვითეს ყმაწვილიც საქართველოს ასა მცირია ვითეს ყმაწვილიც საქართველოსაც ვითარ ყმაწვილს ისე ხიდიან ევროპას ვთხოვოთ და ხმარება სასაცილოა ამ ევროპასაც ის საქართველო ფეხზე კიდია ასე ფიქრობდა სულხან საბა ხელოჯოხიანი ხარდამხარ საბას ისპაცია ბიჭი მისდევდა მოგწყინდა განაუშედეგოთ ელჩოხიანი გულს ნუ დაიკეხ მუხა ყოლავად შეიმოსა ბრავო ჩვენ შვილებს არ გქონდეთ ეს გზა გასავლელი და სამშობლო უნდა გამძინდა კაი ბრავო პრაგმატიკა ბრავო